შევადროვაი მშვიდობისა. Როგორ მიყვარს ეს მისალმება და მიხარია ყოველთვის ჩვენს მაყურებელთან შეხვედრა. ჩემო მარიამ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. 2 საათამდე რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად უნდა დარჩეთ, იმიტომ რომ არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი, როცა ვისაუბრებ ძალიან აქტუალურ, მნიშვნელოვან თემებზე და გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები. გეთანხმები აბსოლუტურად, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის თემა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. ეს არის ჯანსაღი პროდუქტი, კვება. რითი ვიკვებებით, რას ვაძლევთ, თავაზობთ ჩვენს შვილებს ამ შემთხვევაში. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან აქტუალურ თემას შევეხებით, ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხებით და აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად. 2 საათამდე ვიქნებით ჩვენს საყვარელ ტელემაყურებელთან ერთად და მეც კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მიუხედავად იმისა, რომ დილის ლაივში უკვე მოგესალმეთ ხატიასთან და ბაჭესთან ერთად. მაგრამ შუადღე მაინც მოგესალმეთ. კი ბატონო. მაყურებელს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამ თემაზე ვისაუბრებ, სწორ და ჯანსაღ პროდუქტზე ვიწყებთ საუბარს, სწორედ იმ თემით, რასაც ახლა მოგიყვებით. 2025 წლის მარტში ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა ჰარის სენ-ჟერმენმა და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ 4 წლიანი რეგიონული პარტნიორობის შესახებ გააჟღერა. ამ შეთანხმების ფარგლებში კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მიერ წარმოებული მინერალური წყალი მთის გახდა ჰარის სენ-ჟერმენის ოფიციალური პარტნიორი, რაც დამეთანხმებით, რომ არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი. იცი რა, ნამდვილად გეთანხმები, ჩემო ანა და მე სიტყვას წაგართმევ, იმედი მაქვს რომ არ მიწყე, მე როგორც ძალიან დიდი გულშემატკივარი ფეხბურთის, ორი სიტყვა უნდა ვთქვა აუცილებლად ჰარის სენ-ჟერმენის შესახებ, თავად ანუ კლუბის შესახებ ამ შემთხვევაში. ეს კლუბი გახლავთ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული საფეხბურთო კლუბი, მრავალგზის პირველი ლიგის ჩემპიონები, საფრანგეთის დომინანტი კლუბი, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასის ფლობელები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან წარმატებული კლუბი, ბევრი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი თანამშრომლობდა სხვადასხვა დროს PSG-ს კლუბთან და ახლა უკვე ჩვენთვის კიდევ უფრო სხვა დატვირთვა მიეცა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიაც PSG-ს წარმომადგენელია. ამ შემთხვევაში ეს კიდე რაღაცა ხო უნდა ვთქვა. აუცილებლად და კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიეცა, რომ ქართული წყალი მთის არის ის პროდუქტი, რომლითაც ისარგებლებს სწორედ ეს კლუბი, ჩემო ანა, ასეთი ძვირფასი თემა გვაქვს დღეს. მოკლედ ძალიან მაგარი ამბავია, ჩემო მარიამ, ნამდვილად, როცა ასეთი ცნობილი, წარმატებული და მაღალი რანგის კლუბი თანამშრომლობს შენი ქვეყნის ასევე ძალიან მაღალი რანგის ცნობილ, ხარისხისთვის ორიენტირებულ კომპანიასთან და მე ნამდვილად მახარებს, რომ ეს კომპანია არის კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და მე ამაყება, რომ ეს ყველაფერი არის ქართული და ხარისხიანი, რაც თავარია. აუცილებლად გეთანხმებით, ჩვენ მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ეთერი ამ წარმატებული და სამაყო შეთანხმების გამო დავუთმოთ თემას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ შეთანხმებაშიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ანუ წყლის ხარისხი აღმოჩნდა სწორედ იმ პოპულარული მსოფლიოში ცნობილი აღიარებული კლუბის მიზეზი, რისთვისაც პარტნიორობა შედგა და ძალიან წარმატებულადაც შედგა, რაც თავარია. კი ბატონო. კი, გეთანხმები, ჩემო მარიამ და აქვე კიდევ მაყურებელს ვეტყვი ამ ბრომატის შესახებ, მე მაგალითად არ ვიცოდი და თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ეთერში გაგვიჟღერებია. კი, გაგვიჟღერებია, კი ბატონო, თუმცა ცოტა უფრო კიდევ დავაკონკრეტებ. თუ შეიძლება ქართულ ბაზარზე წყალი მთის ბრომატის გარეშე, ანუ 0%-იანი ბრომატით არის პროდუქტი, რომელსაც მე ვენდობი ხარისხიდან გამომდინარე და რას ნიშნავს ბრომატი, რას იწვევს იგი, რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის, უნდა იყოს თუ არა საერთოდ პროდუქტში ის, რატომ და რითი არის გამორჩეული დღეს წყალი მთის ქართულ ბაზარზე, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ვისაუბრებ დღეს წყალი მთის წარმომადგენლებთან და მე მგონი დროა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები. აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ ახლა ზუკა შარაშენიძე, წყალი მთის ქარხნის დირექტორი არის ჩვენი სტუმარი, მარი ლებანიძე, წყალი მთის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. და ასევე სტუმრად გვყავს არაჩვეულებრივი ადამიანი, ექიმი, ენდოკრინოლოგი ვაჟა ვაჭარაძე, რომელთან ზოგადად წყლის მნიშვნელობაზე და მათ შორის წყლის ხარისხის აუცილებლობაზე
ადამიანის ორგანიზმისთვის ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ხართ ჩვენთან სტუმრად და ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ის რაც ჩვენ შესავალში მოვყევით მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბის და წყალიმთის თანამშრომლობის შესახებ, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი ამბავი და მოდი ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა ჩემი აზრით მთის წყლის ხარისხის გამო, რაც დადო კომპანიამ Coca-Cola Bottlers Georgia. მართლა ძალიან მასშტაბური პროექტია ეს PSG-ს ამბავი, იმიტომ რომ მსგავსი მასშტაბის კოლაბორაცია, ვთქვათ, საქართველოს ქართული კომპანიის შორის და ამხელა გიგანტური კლუბის შორის არ მომხდარა და რა თქმა უნდა, რომ ეს გამოწვეულია თვითონ პროდუქტის ხარისხიდან გამომდინარე. Ცოტა საფეხბურთო ენაზე რო ვთქვათ, ზუსტად იმ უმაღლეს ლიგაში გადის დღესდღეობით მთის წყალი, რასაც ვთქვათ, პირდაპირ გაგებით რო ვთქვათ, PSG თამაშობს, ხო რა. და ამიტომ მოხდა სწორედ ამ ორი კომპანიის ერთად თანამშრომლობა. ძალიან მისასალმებელია. კი, საკმაოდ დღეს ძალიან აქტუალური გახდა საკითხი, საერთოდ რა ვჭამთ, რა ვსვამთ, რას ვიღებთ ქვეყანაში, კონტროლდება თუ არა საკვები, რამდენად დაცულები ვართ საერთოდ ამ ხრივ, რითი აღირებული წყალი მთის აი ამ კითხვით მინდა რომ დავიწყოთ თქვენთან საუბარი. პირველ რიგში, რაზეც აბსოლუტურად ყველა მწარმოებელი უნდა იყოს პასუხისმგებელი, რასაც ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით, ეს არის ხარისხი. ხარისხთან მიმართებაში წყალთან საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია, იმიტომ რომ ზოგადად სასმელი წყალი არ ნიშნავს ხარისხიან წყალს ყოველთვის რა, იმიტომ რომ შეიძლება სასმელი წყალი მივიღოთ გარკვეული დამუშავებებით, ის იმ წუთას თქვათ ჯანმრთელობისთვის არ იყოს უსაფრთხო, მაგრამ იმას ჰქონდეს რაღაც გვერდითი პროდუქტები არასწორი ჩარევით, რაც გრძელ ვადაში სისტემატიური მოხმარების დროს ჯანმრთელობისთვის რაღაც რისკ ფაქტორები იყოს და პროვოცირება გაუკეთოს რაღაცებს, ხო? აქ ჩვენთან პირველად გამოჩნდა ბრომატის არსებობა, ხო, რაც საზოგადოებისთვის უცხო მომენტი იყო. რა არის ბრომატი? ჩვენ საერთოდ გვიხსენებია დაახლოებით საქმის გულში ვართ, მაგრამ თქვენ ბევრად ისე ჩავშლით ამ თემას და კარგად ავუხსნით ტელემაყურებელს, რას ნიშნავს ნული ბრომატი? თუნდა იყოს, არის პროცენტულობა, დასაშვები არის, არ არის, აი ეს თემაც აუცილებლად უნდა გავშალოთ. მე მარილაპარაკებს თვითონ ამ ბრომატის გარშემო რა გვერდითი ეფექტები აქვს, ხო? ბრომატი საიდან წარმოიქმნება ზოგადად წყალში, რომ ბევრი მწარმოებელი იმისთვის, რომ თუნდაც იმიტომ, რომ უსაფრთხო პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებელს, ან თუნდაც იმიტომ, რომ ვადა გაზარდოს, უკეთებს წყალს დეზინფექციას. ზუსტად ამ დეზინფექციის გვერდითი პროდუქტი არის ბრომატი, რაც რაღაცა ნორმით დასაშვებია წყალში. ვთქვათ, საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 10 მიკროგრამი ლიტრში ბრომატი დასაშვებია სასმელი წყლისთვის. თუმცა არსებობს ტექნიკური რეგლამენტები ყველა ქვეყანაში რა სასმელი წყლის და ნატურალური მინერალური წყლის აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტია ეს ორი, ხო? იქ რაღაცა ჩარევების უფლება გაქვს და აქ საერთოდ არ გაქვს არანაირი უფლება. შემთავარი გამოწვევა არის, რომ ზუსტად ის მიაწოდო მომხმარებელს, რასაც სიაღისეულიდან იღებ ინფორმით, რომ უსაფრთხო იყოს, ხო? როდესაც ვსაუბრობ ბრომატზე, ვთქვათ, ამის კონტროლი როდესაც შენ დეზინფექციას უტარებ, უნდა შენ იყო პასუხისმგებელი და ვთქვათ დაღზერო პროდუქტი გადის, იქ უკვე სახელმწიფოს პასუხისმგებელია შენთან ერთად, რომ უსაფრთხო პროდუქცია მიაწოდო მომხმარებელს. ჩვენ შემთხვევაში ხა ეს აბსოლუტურად მოხსნილი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იმ საერთაშორისო სტანდარტებით აშენდა ჩვენი ახალი ქარხანა, რომელშიც იმ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, სადაც დეზინფექცია არ უტარდება წყალს და ხო, აი რა არის ის სტანდარტები, რასაც მივყვებით? ამ ინვესტიციად, თქვათ, რაც გაკეთდა, ეს არის პირველ რიგში შეირჩა ჭაბურღილი, სწორი ლოკაცია, სწორი სიღრმე, საიდანაც ეს სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, ანუ ძალიან დიდი ბევრი დრო დაერთმო თვითონ ჭაბურღილის თემას და მერე მოხდა უკვე ამ ქარხნის მშენებლობა ამ ჭაბურღილის გარშემო. ის სიღრმე თქვა, საიდანაც ჩვენ ამოდის და საიდანაც ეს ბუნებრივად გაფილტრული წყალი ზუსტად იმ ფილტრანტებს გადის, სადაც არც მიკრობიოლოგიურად და ქიმიურადაც მდგრადია პროდუქტი.
ზუსტად ის არის ჩვენი ამოცანა, რომ ის წყალი მივაწოდოთ მომხმარებელს ჩარევის გარეშე და ნუ რაც გარკვეულ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ხო? და ეს ბრომატის არსებობა ეხლა სამწუხაროდ დღეს ჩვენში დაკვლევებიდან გამომდინარე გვაქვს სხვა დაღზე აღებული ინფორმაცია, პროდუქტი და ინფორმაცია, რომ დასაშვებ ნორმებს ევითაც არის, თუმცა ეხლა ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედის, ხო? ჩვენ პასუხისმგებლობთ ჩვენ პროდუქტზე და თვითონ ამ ბრომატის მინუსები რაც არის, მარი გვეტყვის, ხო? რა კონტროლი ხდება, თქვა და საიდან სადამდე მოვედით რა. დიდი მადლობა, მარი, აი მართლა საინტერესოა. დავუმატებდი იმას, რომ როდესაც ამ წყალზე მუშაობდით, ჩვენი თავარი მიზანი იყო, რომ აგვეღო პასუხისმგებლობა მომხმარებელთან, რომ მიგვეწოდებინა მათთვის უსაფრთხო, ხარისხიანი და ბუნებრივად ნატურალური მინერალური წყალი. რაც ზუსტად გვეუბნება იმას, რომ ბრომატი, როდესაც არ არის შიგნით, შენ მომხმარებელს აძლევ უსაფრთხო პროდუქტს. მართალია დასაშვები ლიმიტი არის 3-მდე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ წყალში საერთოდ არ არის, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ და ვიამაყოთ იმით და გქონდეს პრეტენზია, რომ პირველები ვართ ბაზარზე, წყლის ბაზარზე, რომელსაც არ აქვს ბრომატი. ბრომატი არის ერთ-ერთი საშიში ნივთიერება, როდესაც აღემატება ნორმებს, ის რა შეიძლება რომ წარმოიშვას სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების გამომწვევი არის, ასევე ნერვულ სისტემას, ფილტვებს, ღვიძლს, აბსოლუტურად ყველაფერზე მიყენებელი არის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და რა თქმა უნდა ყველასთვის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველამ ვიცით უკვე, რომ წყალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე უნდა მივიღოთ ეს წყალი, მაგრამ როგორი არის ეს წყალი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შენ მიიღებ წყალს, გაქვს ორგანიზმიდან დღის განმავლობაში სხვადასხვანაირი დანაკარგი, მაგრამ ის დანაკარგი უნდა შეივსო ამ წყლით, მაგრამ ეს წყალი უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო. მარი, ბოდიში, ჩაგეჭრებთ, ამ დავას ზუსტად მაყურებლისთვის, ესე იგი, ამ ტიპის დაავადებების რისკს იწვევს ზედოზირება თუ არის, უფრო სწორად გრძელვადიანი მოხმარების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს. კი, და ანუ 3-ზე მაღალი არ უნდა იყოს. კატეგორიულად დაკრძალული არის როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ისე საქართველოს კანონმდებლობით და Coca-Cola ძალიან მკაცრად აკონტროლებს იმ კანონებს და იმ სტანდარტებს, რომელიც არის ყველაზე მკაცრი მსოფლიოში. საქართველოშიც რა თქმა უნდა კონტროლდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ძალიან გამკაცრებული ეს ისენი. ჩვენ შევიძინეთ დანადგარი, რომელიც არ აქვს არავის საქართველოში და რომელიც აპარატის ზომავს კონკრეტულად ბრომიც და ბრომატს. და შეგვიძლია ვაკონტროლოთ 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაში. თქვენ შეიძინეთ და თქვენ გაქვთ ხო ამ შემთხვევაში სხვადასხვა კონტროლდება. მომენტი, იმიტომ რომ ჩვენ ოდესაც დაგვჭირდა ამის გამოკვლევა, ხო, რომ აი ნახოთ რა სიტუაცია გვაქვს რა. ვერც ერთმა ორგანიზაციამ ვერ დააკმაყოფილა თქვათ ამ ანალიზის უზრუნველყოფა, არ არსებობდა თუნდაც ის დანადგარი, რაც ამას წყალში ზომავს და მე ჩვენ თვითონ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შეგვეძინა და ჩვენ თვითონ დაგვერეგულირა ეს კონტროლი ჩვენთვის. ხო, იცით რა, ეხლა ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი წყალია, ხა რა თქმა უნდა კონკრეტულად არ ვსაუბრობთ კონკრეტულ კომპანიებზე, მაგრამ აი რა მდგომარეობა ამ ხრივ მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომობა არის, როგორც ბავშვებისთვის ცალკე კიდე არსებობს რაღაცა, არ დავასახელებ რა თქმა უნდა კონკრეტულ წყლის დასახელებას, მაგრამ მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია და მეც პირადად აქამდე სანამ ბრომატით 0% ბრომატით გამოვიდოდა მთის წყალი, მე სხვადასხვა წყალს მოვიხმარდი. და რა მდგომარეობაა ამ ქვეყანაში? გაჩნდება იმის ვალდებულება სხვა კომპანიების მიმართაც, რომ დარეგულირდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ რა წყალს ვაუშვენ, რა წყალს ვაუშვს ბავშვები და მომხმარებელი იყოს ის წყალი, რომელიც მოთხოვნილია მსოფლიო რეგულაციებით და კანონმდებლობით. ხო, მაგრამ როგორ უნდა დარეგულირდეს თუ მხოლოდ თქვენ გაქვთ ის დანადგარი, რომლითაც კონტროლდება, როგორც აღნიშნეთ? კარგი კითხვა. ჩვენ პრინციპში ეს დანადგარი არ გვჭირდება. გასაგებია, თუმცა მაინც თუ დაინტერესდება ვიღაცას, გაუწიოთ ყველანაირი ინტერესის გარეშე მოიხმარონ და რა ვიცი. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სხვათა შორის ეხლა ხანს მითხრა, რომ
რო შევნიშნე, რომ ბოთლზე წერა ბრომატი 0%, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს ბრომატი, მაგრამ რო შევადარე სხვა წყლებს, რომელსაც არ ეწერა, რომ ბრომატი 0% იყო მასში, უკვე მივხვდი, რომ რაღაცით უფრო უსაფრთხო წყალი იყო. რა მომხმარებელმაც უნდა აიმაღლოს ალბათ ამასთან დაკავშირებით ცნობიერება, რომელიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ და ამიტომ წავედით ამ ხაზით, რომ სწორედ ამ საქმეს ვაკეთებთ ახლა და რომ ცნობიერება აუმაღლოთ პირდაპირ პროპორციულად ესეთი ჯანმრთელობასთან არის კავშირში ნამდვილად და დაგიბრუნდებით აუცილებლად, მინდა რომ გადმოვიდე ახლა უკვე ენდოკრინოლოგთან, ვაჟა ვაჭარაძესთან. ვაჟა, იცით რა რომ მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ ასე ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2 ლიტრამდე უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში და ასე შემდეგ. აი მე მაგალითად ორს მდგომარეობაში ვარ და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ცალკე როგორც ორსულიშვილს ამ შემთხვევაში აი რა მნიშვნელობას ატარებს წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის და მით უმეტეს როდესაც ხარისხზე საუბრობთ, იმიტომ რომ რამდენად აქვს მნიშვნელობა წყლის ხარისხს თვითონ უკვე როდესაც 2 ლიტრამდე რომ ვიღებთ უკვე ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რა თქმა უნდა და ისედაც. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. პირველ რიგში წყალი ყველას მოგვეხსენება, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, თლიანი მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლისთვის, რადგან ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 60-70% შედგება წყლისგან. მაგრამ ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია რა რაოდენობის წყალს ვიღებთ და რა დროს. კი მომენტი აღნიშნე, რადგან რიგი ფაქტორები მოქმედებენ წყლის მიღება გავზარდოთ თუ არა. ხო, ასაკის, სქესი, ცალკე, ანუ ეხა პარი სენ-ჟერმენის თემას შეეხეთ და შესაბამისად რა ცხოვრების სტილით არის დაკავებული ადამიანი, რომ იმის მიხედვით განისაზღვროთ წყალი როგორ მიიღოს. ცალკე მნიშვნელოვანი მომენტი არის წყლის ხარისხი, რადგან ეხლა როდესაც ვლაპარაკობთ ბრომატის ნაკლებ შემცველობაზე, ამ შემთხვევაში 0% არის, ეს ძალიან კარგი მომენტია, რადგან თავისუფლად შეგვიძლია აქცენტი გავუკეთოთ მხოლოდ წყალზე. როდესაც თუ სხვა შემთხვევაში ვიღებთ ისე წყალს, სადაც ბრომატის შემცველობა შედარებით მაღალი არის, საჭირო ხდება უკვე ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც წყლით მდიდარია, მაგრამ ამასთანავე შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, ანუ ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავენ ჩვენ ორგანიზმს და სხვადასხვა ორგანოებს, ხო, როგორც აი ღვიძლი, ნერვული ქსოვილი, პანკრეასი, რომ აი ეს ბრომატის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების, ანუ პროოქსიდანტების უარყოფითი შედეგი, ასე ვთქვათ, გააუნებელყოს. ბრომატი გასაგები რომ იყოს. იცით როგორი მომენტი არის? ჰიპოთეზურად კი, ისედაც რამდენიმე კვლევა არის, სადაც ბრომატის დამაზიანებელი ფაქტორი არის გამოვლენილი, მაგრამ აი კონკრეტულად რაოდენობის ბრომატი ვიზე როგორ მოქმედებს, ეს ცოტა სათვალო მომენტია. კი, და გააჩნია ორგანიზმი ჩვენი, ანუ ასე ვთქვათ, ზოგადად ნივთიერებათა ცვლა რა მდგომარეობაში არის და რომელი ორგანო არის დაზიანებული, რომ პლუს დამატებით სტრესი არ მივაყენოთ ამ კუთხით. ზოგადად ხა წყლის მოხმარებაზე თუ ლაპარაკობთ, ხო? საშუალოდ დღის განმავლობაში წყალს სადღაც 2.4-2.7 ლიტრის ფარგლებში უნდა მოვიხმარდეთ. მაგდა უფრო და თქვა რომ 2 ლიტრი კი არა, კიდევ უფრო მეტი. დასრულებზე არის ლაპარაკი. მაგრამ ეხა აქ შეიძლება დავყოთ უკვე სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით. ანუ თუ ცოტა ადინამიური ცხოვრების წესი გვაქვს, ეს კოეფიციენტი შეიძლება ვიყოთ 30. ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 30-ზე და ვიღებთ იმ მილilitrებს რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. აი ხა მაგალითზე გეტყვით რა, მე ვარ მაგალითად 70 კილოგრამი. საშუალო დატვირთული ფიზიკური აქტივობა მაქვს, ანუ ეს კოეფიციენტი უკვე 40 არის ამ შემთხვევაში. 40 რო გამრავლებ 70-ზე, სადღაც რამდენი გამოდის 2700 მილილიტრი, ხო, სადაც 2.7 ლიტრი ჭირდება დღის განმავლობაში. კი ბატონო. თუ ძალიან გადატვირთული ფარაზე ვამრავლებ. ხო, აი მაგ შემთხვევაში უკვე ეს კოეფიციენტი 45-ზეა. ბრალდებ. კი, აი ათლეტებზე თუ ლაპარაკობთ, ეგ მნიშვნელოვანი არის. ოღონდ მანდაც არის ცალკე მოცემულობა. როდესაც ორგანიზმი არის დეჰიდრატაციის საფრთხის ქვეშ, ანუ გაუწყლოვნების კუთხით, მხოლოდ წყალზე აქცენტის გაკეთება შეიძლება საჭირო არც იყოს და დამატებით ორგანიზმი უნდა შევსოთ იმ ელექტროლიტებით, რომელიც ჩვენ ნივთიერებათა ცვლას დაეხმარება. და არის იშვიათი მდგომარეობები, რა დროსაც დიდი რაოდენობის წყლის მიღება საჭირო არ არის. ნუ ამას უკვე ექიმები გასცემენ რეკომენდაციებს. ძალიან დიდი მადლობა. მე გადმოვარხა თქვენთან და მოკლედ არსებობს მითი, რომ წყალი ყველა ერთია, ჩამოსხმის და შენახვის პრინციპი ერთია და ასე შემდეგ. თუმცა
ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. მთელი რიგი პროდუქტების შემთხვევაში საგანგაშო მდგომარეობას წავაწყდით. ჩვენ ვიცით, ბოლო 2-3 დღეა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში რძის პროდუქტს გულისხმობ, ეს არის მთავარი თემა ქვეყნის დღეს. ალბათ არ უნდა დავუჭერეთ, ხო, მითებს, განსაზღვრულ შექმნილ ნარატივებს და უნდა დავეყნოთ ფაქტებს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს გვაჩვენა ჩვენმა დღევანდელმა რეალობამ. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი, ლაბორატორიის კონტროლი და ასე შემდეგ. სინამდვილეში აი რა დგას ამ პროცესის უკან, სანამ საბოლოო პროდუქტს, ამ შემთხვევაში თქვენ პროდუქტს გულისხმობ, წყალს, მოდის ჩვენამდე, ანუ მომხმარებლამდე. აი, ამიტომ ვიძახი, რომ თითოეულ მწარმოებელმა უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა ზუსტად, რომ თავარი არ არის შენ აწარმოო დიდი რაოდენობით პროდუქტი, თავარია, რომ მომხმარებელს მიაწოდო ხარისხიანი და უნებელი პროდუქტი. პროდუქტი მანამ მომხმარებლამდე მივა, გადის უამრავ ტესტირებას, როგორც ქიმიურ, ისე მიკრობიოლოგიურს. რუტინულად 24 საათის განმავლობაში ყოველ 9 საათში ერთხელ ხდება სხვადასხვა პარამეტრზე და ეს პარამეტრები არის უამრავი. ტესტირება როგორც ორგანოლეპტიკური, ასევე გემოსუნი შესახედაობა, ისე შიგნით ქიმიურად და მიკრობიოლოგიურად იტესტება აბსოლუტურად ყველა წარმოებული ბოთლი. შესაბამისად ინახება მათი ნიმუშები ვადის გასვლამდე, რომ ნებისმიერ დროს კონდეს მიკვლევადობის ეფექტურობა. ჩაგეკითხებით შეიძლება ახსენეთ, რომ ყოველ 9 საათში ერთხელ ყოველდღიურად ხდება, ყოველ 9 საათში ერთხელ ხდება ეს წარმოებიდან გამომდინარე, როგორც ხდება წარმოება, ყოველ 9 საათში ერთხელ ხდება თითეული ნიმუშების აღება, შემოტანა ლაბორატორიაში და ტესტირება, როგორც გარეგნულად, ბავშვად ბოთლი როგორ არის გაბერილი, როგორ არის დახურვა ეტიკეტი, ისე შიგნიდან, მასში როგორი პროდუქტი ასხია. Coca-Cola ჩვენ მივყვებით Coca-Cola სტანდარტებს ძალიან მკაცრად იცავს. Ახლა თქვენ ახსენეთ მაგალითად, რომ არ არის ზუსტად ესე დადგენილი პრომატის არსებობაზე და მის მავნებლობაზე, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მკაცრად, ასე ვთქვათ, კანონი, რომ თუ სამს აღემატება პროდუქტში ბრომატი, არც ერთი ბოთლის გაყიდვის უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, იმიტომ შევიძინეთ თავიდანვე ეს ბოთლი, რომ მუდმივად გვეკონტროლებინა მასში შესული, რამდენი ბრომატი იყო მასში, რომ ქონოდა მუდმივად სახეზე ანალიზის შედეგი, რომ მასში ან არ იყო ბრომატი, ან არ იყო სამზე მეტი. ნუ ჩვენთან არ არის, მაგრამ უნდა აკონტროლო. გამოდის ის, რომ თუ შენი პროდუქტი აღემატება იმ ნორმებს, არ გაქვს ამის გაყიდვის უფლება და მიტანა მომხმარებლამდე. იმიტომ რომ ენდოკრინოლოგმა აღნიშნა, რომ მიწვევს რიგ დაავადებებს. იმ მოთხოვნილ პარამეტრებზე მუდმივად ხდება მონიტორინგი, რათა მომხმარებლამდე მივიდეს ხარისხიანი და უნებელი პროდუქტი. კარგია, მადლობის მეტი არაფერი მეთქვის მართლა, მეც და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც, იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობას ეხება, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და ჩვენს ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა. და ერთი კითხვა მაქვს, იცით რა მაინტერესებს? აი წყლის მთის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. განაპირობა 0% ბრომატმა ალბათ და წყალში და უკავშირდება თუ არა ამას და კიდევ რას? რა თქმა უნდა, ეხლა მე ვიძახის წარმოიდგინეთ, ქართულ ბაზარზე არ გქონდა უფლება, რომ გაგვეტანა თუ იყო რაიმე ცუდი შედეგი დაუშვათ ან სამზე მით უმეტეს, როდესაც გაგაქვს საქართველოს გარეთ, იქ არის უამრავი რეგულაციები, უამრავი მოთხოვნები, რომელსაც ერთ-ერთ მათგანს თუ არ აკმაყოფილებ, ამას ვერანაირად ვერ შეძლებ, რომ შენ გახვიდე მსოფლიო ბაზარზე და ამის პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ წყალი აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომ გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე და გავიდეთ არა მარტო როგორ ხომ არ დავამატებდით სამ კუთხით. აქ ერთს დავამატებ, რომ თქვათ აი ამ რა ხან ამ მსოფლიო სტანდარტზე საუბრობთ, ხო? წყალის წარმოება ჩვენი მთის 2021 წელს დაიწყო და დაიწყო Coca-Cola-ის ქარხანაში თვითონ. თუმცა ზუსტად მაგან, როდესაც ჩვენ ჯერ სურვილი გაგვიჩნდა, რომ საერთაშორისო თქვათ ბაზრის და სამყაროს ნაწილი ყოფილიყავით, იქ წავაწყდით უკვე ამ წინა აღდებობებს და ამ პირობებს, რომ იმისთვის რომ შენ აი ამ სამყაროში შემოაბიჯო ამ პროდუქტით.
გჭირდება ჯერ ერთი პირველ რიგში ახალი და დამოუკიდებელი წყლის წარმოება, რომელიც იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით აგებული. აი ამ სურვილიდან გამომდინარე მე ჯერ რო იყო სურვილი და დღეს რო არის უკვე ამბიცია რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე თამამად შევდივართ, აშენდა ეს ახალი ქარხანა და ზუსტად იმ სტანდარტებით, რასაც ითხოვდა მსოფლიო წყლისგან და ის რომ ბრომატის არ არსებობაზე და არსებობაზე საუბრობთ, იქ ამაზე საერთოდ არ საუბრობთ. ხო, ეს ჩვენ საუბრობთ აქ, მაგრამ იქ ბრომატი საერთოდ არ განიხილება, როდესაც პროდუქტს აწერია ნატურალური მინერალური წყალი. ის იგულისხმება თავისთავად უკვე რომ არანაირი ბრომატი და არანაირი მაგნე არსებობს. ის წარწერა რო არის, იქ აღარავინ აღარ საუბრობს იმაზე, იქ შიგნით არის ბრომატი, არ არის ჯანსაღი პროდუქტია თუ არა. აი ეს იყო ჩვენთვის თავი გამოწვევა. თავი გამოწვევა, რამაც ძალიან კარგი შედეგი დადო და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ და თავი არის მაინც ალბათ მომხმარებელი ადამიანი, ვინც მოიხმარს ამ წყალს, ვისაც დახლზე აქვს პირდაპირი წვდომა და შეხება და გენდობა. და გენდობა რა საკვირველია და ადამიანების ენდობა შენ ხარის, რომელიც პირდაპირ ვალდებული ხარ, რომ გაამართლა. კი, და რაც თავარია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც უმნიშვნელოვანესია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მე მგონი კარგი ვქენით რომ ამ თემას შევეხეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ის რომ დღეს კიდევ უფრო კარგად გავიგეთ რას ნიშნავს ბრომატი, რას ნიშნავს მისი არსებობა თუნდაც დაბალი პროცენტით, შეიძლება თუ არა არსებობა კი ბატონო და რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წყალი რომ მივირთოთ ჩვენმა ენდოკრინოლოგებმა. დიდი რაოდენობით კი ბატონო გითხრა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ვაჟას ნამდვილად არ ვეცდობებით შემოანაკე ჯობით, იმიტომ რომ შემდეგ ბლოგში განვაგრძობთ საუბარს იმ აქტუალურ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია დღეს ის პროდუქტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ზუკას დამარის ძალიან დიდი მადლობა და დაგემშვიდობები და რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დაგიბრუნდებით, რეკლამა მალე გაივლის ერთი სიტყვით არ გატარდეთ. დროებით. დაუბრუნდით ჩემო ანა პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე დავაანონსეთ პირველ ბლოგში საუბრობთ რძე ამ შემთხვევაში ზის პროდუქტზე სოფლის ნობათი მოკლედ როგორ ძალიან ისეთი უცნაური სიტყვა შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში აფლატოქსინი. აფლატოქსინი, რამდენადაც ცუდია, იმედად ვერ ვიმახსოვრ. ხო, აფლატოქსინი, მაგრამ დღეიდან კი არა, უკვე ბოლო 3 დღეა ისე ჩაგვებეჭდება და უკვე მომავალშიც სიმოქმედებს და გვეწოდინება ყოველ შემთხვევაში. რას ნიშნავს რა? ძალიან მოკლედ მოვყვები რა მოხდა ჩემთან სახლში რამდენიმე დღის წინ, აი ზუსტად 3 დღის წინ. მივდივარ სახლში, დამირეკა მეგობარმა რომ აი ესეთი ამბავია და თუ კი იცის რომ მე აქტიურად ვიყენებდი სოფლის ნობათის პროდუქციას და იცოდე რომ აი ესეთი ამბავია და სახლში შევდივარ როგორ მიუსწარი ჩემ შვილს იცი ერთზიანი ჭიქა ეჭირა ხელში და სვამდა და გამოვარტვი და გადავასხი ყველაფერი თავიდან მეგონა რომ როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში რომ ეს მითი ხომ არ არის ჭორი ხომ არ არის იქნებ რაღაცა მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ის რაც აღმოჩნდა კი და ამ თემაზე მე მგონი ჩვენზე ბევრად კარგად და კომპეტენტურად ისაუბრებს ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი რომელიც ჩაგვირთვება და შემდეგ რა თქმა უნდა ვაჟასთანაც გავაგრძელებთ საუბარს მე მგონი მზად არის ჩვენი სტუმარი ქალბატონი მაია ბუწაშვილი მოგესალმებით ქალბატონო მაია მოგესალმებით. საუბრობთ იმაზე, რასაც საუბრობს 3 დღეა მთელი ერი და შეშფოთებულები ვართ ნამდვილად და გვჭირდება აუცილებლად თქვენგან მოვისმინოთ, რა ხდება, რა გვჭირს, რას უნდა ველოდოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ. დიახ, სიტუაცია მართლა ძალიან დაიძაბა რძის გარშემო უკვე რამდენი დღეა სხვადასხვა ასპექტში და თქვათ ის წინაპირობა ქათმის ფეკალიებთან დაკავშირებით დაგვავიწყდა უკვე ამ აფლატოქსინთან დაკავშირებით. საკითხი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის პროდუქტია, რომელსაც ყველა მოიხმარს, მათ შორის ბავშვები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოების.
უბრალოდ თანდათანობით გამოიკვეთა ახლა ამ დღეებში და გაჟღერდა კონცენტრაცია, რაც აღმოჩნდა რძეში aflatoxinis და საბედნიეროდ ეს კონცენტრაცია რაღაც განსაკუთრებით მაღალი არ არის და ამიტომ ესეთი მწვავე მოწამვლის შემთხვევებს არ მოველით, იმიტომ რომ ამ კონცენტრაციით ხანგრძლივი ზემოქმედება ცუდია და თუ თქვათ ადამიანი დიდხანს ხანგრძლივად მოიხმარს პროდუქტს, რომელშიც ამ კონცენტრაციის ტოქსინია, მაშინ ეს რა თქმა უნდა ცუდია და ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ხანმოკლე ეფექტები ამ კონცენტრაციის შემთხვევაში არ იქნება ესეთი მძიმე, რისიც გვეშინოდა. ქალბატონო მაია, უფრო რომ განვუმარტოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რას ნიშნავს aflatoxini? aflatoxini არის ესეთი ტოქსიური ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს სოკოების ზოგიერთი სახეობა. ეს ტოქსინი არის, თვითონ სიტყვაც გვეუბნება, იწვევს ორგანიზმზე ზემოქმედებას, მავნე ზემოქმედებას და ჯანმრთელობის დაზიანებას და იმის მიხედვით, რაც ვახსენე, კონცენტრაცია თუ არის მაღალი, მაშინ ესეთი ჩვეულებრივი სტანდარტული მწვავე მოწამვლის სურათს იწვევს, რაც ისედაც ნებისმიერი ადამიანისთვის მოწამვლა, როგორც აღიქმება გულისრევა, ღებინება, სიფრთხილე, მუცლის ტკივილი. თუ არის შედარებით დაბალი დოზა, მაგრამ ხანგრძლივი ზემოქმედება ამ ტოქსინის ორგანიზმზე, მაშინ სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ იყოს. რა ციფრებზეა საუბარი ქალბატონო მაია, როდესაც ვახსენებთ მაღალ და დაბალ დოზას, თუ არის ამის სტანდარტი, რა თქმა უნდა, იქნება. კი, არის სტანდარტი დადგენილი ევროკავშირის მიერ და ამ სტანდარტის ზემოთ თუ რაღაც მკვეთრად მაღალია მწვავე მოწამვლაზე ვლაპარაკობთ და თუ მცირედ მომატებულია და ხანგრძლივი გამოყენება, მაშინ ქრონიკულ ექსპოზიციაზე, ანუ ქრონიკულ ზემოქმედებაზე ვლაპარაკობთ. ამ შემთხვევაში რა დოზაც გაჟღერდა, ეს ძალიან მაღალი არ არის საბედნიეროდ. უბრალოდ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, რომ ეს შეკითხვები და თქვათ შიში, რაც საზოგადოებაში არის, სრულიად ლეგიტიმურია. პირველი, იმიტომ რომ გარკვეულწილად ნდობის ხარისხი კლებულობს, როცა ერთხელ მსგავსი გაჟღერდება. სამწუხაროდ ჩვენ ბევრი სხვადასხვა სიტუაციის დროს, მაგალითად თუნდაც პანდემიის დროს, სამწუხაროდ ნახეთ, რომ ხშირად ბოლომდე სანდო არ არის ხოლმე, რასაც გვეუბნებიან შესაბამისი უწყებები, რომ აი მაგალითად პანდემიის დროს ჩვენ საუკეთესოდ მართავდით პანდემიას და ბოლოს დავასრულეთ იმით, რომ მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი გავხდით გარდაცვლილების რაოდენობით სამწუხაროდ. და ბევრი სიტუაცია გვახსოვს ისეთი, როცა სხვადასხვა უწყებებს მაინდა-მაინც ბოლომდე ვერ ენდობა საზოგადოება, იმიტომ რომ სხვანაირად გავითარდა მოვლენები, ვიდრე ვთქვათ იყო ნათქვამი. და გარკვეულწილად აი ახლაც ეს შიში და ცოტა უნდობლობაც არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ უკვე დარწმუნებული, რომ ნამდვილად კონტროლდება რეგულარულად. არის ეს ერთადერთი შემთხვევა თუ არის საშიშროება, რომ იგივე რძეში სხვა პორციებში ან სხვა პროდუქტებში მარტო რძე არ არის თემა. შეიძლება გავრცელდეს ეს ტოქსინი მარცვლეულში, რასაც ასევე მთელი მოსახლეობა მოიხმარს, სხვადასხვა თხილებში, მაგალითად მიწის თხილში, მიწის თხილის კარაქში, ბევრ სხვადასხვა პროდუქტ ჩირში შეიძლება იყოს და თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს პროდუქტები მართლაც სწორად არის შენახული და კარგად კონტროლდება, უკვე აი ამაზე იწყებ ფიქრს ადამიანი, რომ თქვათ, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ჩვენი პროდუქტი. ეხლა კიდევ უფრო შემაშინეთ ქალბატონო მაია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ამ წუთამდე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ რძის პროდუქტი იყო, ასე ვთქვათ, საშიში და არა უსაფრთხო და გუშინ მართლა ყველაფერი გადავასხი და გადავყარე, რაც შეიძლებოდა და გუშინ გაჟღერდა ასევე ინფორმაცია საბავშვო ხაზშიც აღინიშნება ტოქსინის არსებობა. არ ვიცი ეს რა დაზუსტებული არ დაუზუსტებელია, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ უბრალოდ გაჟღერდა ყოველ შემთხვევაში მე მოვისმინე ეს და მინდა რომ ეს კითხვაც დაგიზარდო. სურსათის სააგენტომ პირდაპირ დადოის რძის პროდუქტების სახელები და შენახვის ვადებიანად, ანუ ზუსტად კონკრეტულად რომელ ლოტებში იყო, რომელ ნაწილებში იყო და ერთ-ერთი საბავშვო რძე, რასაც ქვია, ანუ რასაც ბავშვთა კვებაში გამოიყენებენ, ერთ-ერთი ეს არის კი სააგენტომ დადო ამის შესახებ ინფორმაცია. დანარჩენ პროდუქტებზე საბედნიეროდ ჯერ არაფერი არ გაჟღერებულა, იმედია არც არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე იმის თქმა მინდა, რომ გადაგროვდა ამ ბოლო დროს
იმდენივრად თქვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ ცოტა ეს უნდობლობა ჩვენი საკვების მიმართ გაჩნდა. ეს ხა გულწრფელად რო გითხრათ, ძალიან ახალი და მოულოდნელი არ არის, რომ ჩვენთან საკვები გარკვეულწილად ხშირად პრობლემურია. მე ამას ვხედავ როგორც ინფექციონისტი, მაგალითად ზაფხულში, როდესაც ადამიანები მიდიან კურორტებზე დასასვენებლად, უამრავ ადამიანს ყველა ვხედავთ, რომ ეწყება ღებინება, ფაღარათი და სხვადასხვა ნაწლავური ინფექცია. ეს თითქოს ნორმად გადაგვექცა უკვე, რომ მთელი წელი ადამიანი ელოდება შვებულებას და აი ამ სიმწრით აღებულ შვებულებას და ზოგისთვის ფინანსურადაც უზარმაზარი ტვირთია, მიყავთ ბავშვები და ბრუნდებიან მერე დიარეით და ღებინებით და რაღაცნაირად უკვე აღარც კი გვიკვირს და ეს რადგან ჩემი პროფესია, ჩემთან ძალიან თავს იყრის. ეს არ არის ნორმა, რა თქმა უნდა და ასე არ უნდა იყოს. უკეთესად უნდა გქონდეს კონტროლი, გარანტია, რომ ჩვენი საკვები ობიექტები, სადაც ვიკვებებით, შემოწმებულია და არ უნდა ვიღებდეთ ამ ბაქტერიულ თუ ვირუსულ პათოგენებს, რომლებიც მე ამ სიმპტომებს იწვევს. ეს მაგალითად მოვიყვანე ხამ ტოქსინთან ბეშვეშია, მაგრამ ესეც არის ნაწილი საკვების უსაფრთხოების და ალბათ მოკლედ მეტია ნამდვილად გასაკეთებელი, ეგ ერთი და მეორე ეხლა მაინც გამოჩნდა, რომ უკეთესი კომუნიკაცია უნდა იყოს საზოგადოებასთან. ჩვენ ახლა ცალკეული რიგითი ექიმები ჩვენს აზრს გამოვთქვამთ იქიდან გამომდინარე რა ინფორმაციაც გვაქვს და შემიძლია მე მაგალითად ვთქვათ ვიცი რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მაგრამ ადმინისტრაციული ნაწილი ჩვენ რიგითმა ექიმებმა არ ვიცით, ამიტომ შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებმა აი რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში ამისთვის. სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა. შესაბამისი უწყებებისგან. აი შესაბამისი უწყებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი უწყებები რამდენიმეა ხო საქართველოში, ერთ-ერთი მაგალითად დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, სურსათის სააგენტო. თუნდაც აი ახლა მაგალითად მათ საიტებზე რომ უნდა შევდიოდეთ და ძალიან კარგად უნდა იყოს ბევრი რამ გაწერილი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი ინტერესდება. აი მაგალითად რა პერიოდულობით ხდება შემოწმება? არის ეს რაღაც ერთი რეიდი და უბრალოდ დაუარეს და ამოიღეს თუ რაღაცა სისტემატური კონტროლია? კონტროლი არის ცხოველის საკვებზეც უნდა დავწმუნდეთ ამაში და ბევრი ნიუანსია, რომელზეც ახლა მაინც ამიერიდან იმედი მაქვს უკეთესი კომუნიკაცია იქნება ჩვენს მოსახლეობასთან, როგორც მაგალითად ისევ პანდემია შევადარებ, იმიტომ რომ კრიზისები დაახლოებით მსგავსია ხო სამართავად. პანდემიის დროს როგორც ჩვენ მოვითხოვდით, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია ყოფილიყო შესაბამისი უწყებებიდან, იმიტომ რომ გვაინტერესებდა რა ხდებოდა, აქაც ახლა დადგა ძალიან დიდი ინტერესი და ალბათ ჯობია რომ ახლა უფრო მჭიდრო კომუნიკაცია იყოს, მესიჯები გაჟღერდეს. როგორ დაიცვან ცალკეული ისევ აი ადამიანები ინტერესდებიან, ეკითხებიან ცალკეულ ექიმებს, ნაცნობებს, როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ. ამაზეც რაღაც ერთგვაროვანი მიდგომა უნდა იყოს. აი მეც არაერთი ადამიანი მეკითხება, რა ვქნათ, ჩავიტაროთ თუ არა გამოკვლევები, ხო? ამაზე პასუხი მე ვერ მექნება, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა ინტენსივობით ხდებოდა ადამიანის ორგანიზმის ექსპოზიცია, ანუ ამ ტოქსინის ზემოქმედება. თუ ეს მართლაც ესეთი დაბალი დოზებით ერთჯერადად მოხდა, სანერვულო არაფერია, არც კვლევები არ გვჭირდება და მაღალი ალბათობით ძალიან მინიმალურ რისკებზე ვლაპარაკობთ ჩვენ და გამოკვლევებიც აქ ბევრს ვერაფერს ვერ მოგცემს, იმიტომ რომ აქ უკვე დაბალი დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს იმას, რომ შეიძლება მომავალში წლები რომ გავა ადამიანის ღვიძლი დაზიანდეს და გამოიწვიოს ციროზი. მაგრამ აი ეს რეკომენდაციაც ცენტრალიზებულად უნდა იყოს, სტანდარტიზებულად, რომ თვით შემოქმედებასავით არ იყოს და ყველა ვინც ზოგი პედიატრი, ინფექციონისტი, ტოქსიკოლოგი, ყველა რაღაც სხვადასხვას ურჩევს ადამიანებს, ეს დიდ დაბნეულობას იწვევს, მით უმეტეს როცა ბავშვია. სახლში მშობლისთვის ძალიან ცუდი მოსასმენია ეს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, იმეც ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და არ იქნება შემთხვევები, როგორც თქვენ აღნიშნეთ და შემოწმდება ყველა პროდუქტი, რომელიც მაღაზიაში და დახლებზე დებს და ჩვენ გვაქვს ხელმისაწვდომობა, რომ ის თავისუფლად შევიძინოთ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მაია. დაგემშვიდობებით. დავბრუნდით ვაჟასთან, გადმოვედით. შეიძლება თუ არა დავუკავშიროთ მაგალითად ძალიან ბევრი დაავადება არის გაახალგაზრდავებული უკვე. რამდენად არის კავშირში ეს ყველაფერი საკვებ პროდუქტთან? ცალსახელს. და ვისაუბროთ აუცილებლად ამ თემაზე. კი ბატონო. წინ კითხვა რაც იყო რა თემასაც შევხედეთ, ხო ჯერ წყლის ხარისხიდან დაწყებული, ეგეც უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რა შემადგენლობის წყალს ვიღებთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რიგი ორგანოების დამაზიანებელი ფაქტორი შეიძლება გამოდგეს. ამასთანავე იმ მომენტში როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ წყლით სითხის შევსება არ უნდა ხდებოდეს და დამატებით ვიღებთ
საკვებიდან დაახლოებით დღის განმავლობაში 700-800 მილილიტრ წყალს. ეს უკავშირდება ხილს, ბოსტნეულს და რძის ნაწავს დიდი რაოდენობით. გარდა ამისა, რომ არა მარტო სითხეს ვავსებთ, არამედ ბევრ საყოველთაო ნივთიერებას ვიღებთ აი ამ პროდუქტებიდან გამომდინარე, მაგრამ პლუს თუ ამ პროდუქტებში დაემატა დამაზიანებელი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად აფლატოქსინი ან ზოგიერთი ისეთი ელემენტი, როგორიც არის თქვა ტყვია, დარიშხანის მცირე შემადგენლობა, ხო, აი უფრო სასმელი წყლიდან გამომდინარე. პლუს 1-2 შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის ან გამკაცრდეს უფრო შემოწმება სხვადასხვა პროდუქტების კუთხით და შესაბამისი პროდუქტებიდან მივიღოთ ის ნივთიერებები, რომელიც ასე ვთქვათ, გამტვირთავ ფუნქციას შეასრულებს, როგორც ჩვენი ღვიძლის პირველ რიგში, ისე პანკრეასის, ისე ნაწლავების მხრივ. აფლატოქსინი, ხო? აფლატოქსინზე ცოტა მეტი ყურადღება რომ გავამახვილოთ, თავარი სამიზნემისი არის, როგორც წესი, ღვიძლი. და ღვიძლი აი ენდოკრინოლოგის გადმოსახედიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თავარი ორგანოც კი არის, რადგან ის ერთი გვეხმარება მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციაში, მეორე თუ ბავშვებზე ვლაპარაკობ, ზრდის ჰორმონის გამომუშავება დიდწილად ასე ღვიძლთან არის დაკავშირებული და სხვადასხვა მინერალებისათვისაც მაგალითად ესეთი ვიტამინ ჰორმონის, როგორიცაა D ვიტამინი, ასევე არის ღვიძლთან დაკავშირებული. სხვადასხვა ჰორმონების გადამტანი ცილების გამომუშავებაც ღვიძლთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დიდი ფუნქციის მატარებელი. ნამდვილად და შესაბამისად ამ ორგანოს დაზიანება, ყველა ორგანოს სისტემის კუთხით უარყოფითად აისახება. აი, უფრო მეტად შევშინდი, მაგრამ არ მინდა ჩვენი მაყურებელი შევაშინო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა პირიქით ვცდილობთ დავამშვიდოთ ჩვენი მაყურებელი, ამიტომაც ყავს ესეთი სტუმრები, რომ რაღაცა უფრო მეტი გავიგოთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მაკონტროლებელი სამსახური, არსებობდეს შესაბამისი უწყება სამსახური, რომელიც ინფორმირებას ახდენს მოსახლეობას, ჩვენ შემდეგ რაღაცა სოციალურ ქსელებში არ ვიყოთ ჩარჭობილები, ასე ვთქვათ, და ერთმანეთის იმედად, რომ მეზობელმა ეს მითხრა და მეგობარმა ასე მომიყვა და რისი პრობლემაც დადგა რეალურად ამ დღეებში, ხო? და ძალიან დიდი უნდობლობის პრობლემაა კიდე, იმიტომ რომ აი წეგან ვაჟა საუბრობდით ჩვენ კაცს მიღმა რომ ხაჭო, რაღაც სხვა პროდუქტები ნაკლებად საშიშია, მაგრამ მე ნდობა აღარ მაქვს უკვე, იმიტომ რომ ეს რაღაცა ერთბაში მოიაზრება, ასე ვთქვათ, რძის პროდუქტებად და რა თქმა უნდა, მაშინვე იცავს, ხო, ჩემი რაღაცა ორგანიზმს, ჩემი ტვინი, ასე ვთქვათ, მართავს და ეუბნება რომ არ მიიღო, იმიტომ რომ ძალიან საშიშია ეს სიტუაცია უკვე და არიცი. არის, იმიტომ რომ წეღა როგორც თქვა, ინფორმაციულად ჩვენ ძალიან მოკლებული ვართ, ხო? ამ ყველაფერს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს შემადგენლობა, რასაც მიირთმევს ან სვამს ან ასე შემდეგ. ჩვენ უკვე წინა ბლოკში ძალიან კარგად ჩამოვუყალიბეთ და გავაგებინეთ ჩვენ ტელემაყურებელს ბრომატის შესახებ. და ამ შემთხვევაში საკვებში რა ნივთიერებები შედის, ეს ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ანუ რაღაც დონეზე ინფორმაცია უნდა გქონდეს. ყველა ვარიანტში და ალბათ ყველამ ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ და გარდა იმისა, რომ პაციენტებთან მეტი დრო უნდა დაუთმოთ იმ მომენტს, რომ თითოეულ პროდუქტზე აუხსნა შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ხო? რა სასიკეთო ეფექტს უნდა მოელოდეს ამისგან და რაზე გამახვილოს ყურადღება ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია კომბინაციაში რას, როდის იღებ და რასთან ერთად, იმიტომ რომ კი, შეიძლება წაგვიკითხოს, რომ რძის პროდუქტი კაია, კი, წყალი დიდი რაოდენობით რომ მიიღო, კარგია, მაგრამ შეიძლება იმდენი წყალი მიიღოს, ვთქვათ, მენტალური ავადმყოფობის დროს, ისედაც ფსიქოლოგიური პრობლემების დროსაც შეიძლება დიდი რაოდენობით წყალმა ტვინის შეშუპება გამოიწვიოს. ხვდებით, ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რა დროს, რა რაოდენობა მიიღო კონკრეტული პროდუქტის, რომ განმარტებული იყოს პაციენტებისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის. ეხლა მაგალითად აი კონკრეტული მაგალითების საფუძველზე რძის პროდუქტებზე თუ ვლაპარაკობთ, შედარებით უფრო აქცენტის გაკეთება, ისე რომ 7-ად იყო. სასურველია უფრო ხაჭოზე და იოგურტზე გაკეთეს, სადაც ფერმენტაციის შედეგად ვიღებ საბოლოო პროდუქტებს, რომელიც გარდა იმისა, რომ წყლით აღდგენაში გვეხმარებიან, მდიდარი არის ბეჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით და კალციუმით, რომელიც ზვალსახსროვან სისტემაზე, ნერვულ ქსოვილზე და გულსისძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. უფრო უსაფრთხო და შეგვიძლია წყლის აღდგენა მოვახდინოთ ხილზე და ბოსტნეულზე აქცენტის გაკეთებით და აქაც არის რიგი სახეობები, როგორც ხილის, ისე ბოსტნეულის, რომელიც მდიდარია წყლით და სხვადასხვა საყუათო ნივთიერებებით, რომელიც დაგვეხმარება როგორც ნევროლოგიური კუთხით, ანუ ნერვული იმპულსების გატარებაში, ისე გულსისძარღვთა სისტემის მხრივ, ისე კუნთების მუშაობისთვის
აქედან გამომდინარე, უფრო მეტად უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით. და სწორედ ამიტომაც ხარ დღეს ჩვენი სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია, როცა ექიმისგან თან ასეთი ექიმისგან იღებ იმ ინფორმაციას, რაც სამწუხაროდ ძალიან გვაკლია და შესაბამისი უწყებები უნდა გვაძლევდნენ წესით ამ ინფორმაციას, მაგრამ არაუშავს ექიმები გვყავს, რომლებიც გვერდში გვიდგანან როგორც ყოველთვის და ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, ბაჟა, როგორც ენდოკრინოლოგს. აი პრევენციულად რა ანალიზები შეიძლება, რა კვლევა შეიძლება ჩაიტაროს ადამიანმა, დაუშვათ ვინ სისტემატურად იღებდა ამ პროდუქტს. და ეხა არის შეშინებული, მათ შორის მეც და ჩემი შვილიც. ამოსავალი წერტილი დეტალური ანამნეზი. დეტალური ანამნეზის მიხედვით წარმოდგენას იქმნი რა ორგანოზე შეიძლება დაზიანება იყოს. ერთი რაც ვთქვი, თავარი სამიზნე ორგანო არის ღვიძლი, კი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი და თქვათ ვიზუალური კუთხით მინიმუმ ულტრასონოგრაფია მუცლის ღრუსი უნდა გაკეთდეს. ეკოსკოპია იგულისხმება, ხო? ჩვენს ენაზე. კი, ეკოსკოპია, კი ბატონო. და მაქედან გამომდინარე პლუს შეიძლება დასკვნა გააკეთო, რამდენად აისახა ეს ნახშირწყლმოცვლაზე, ანუ შაქრების ათვისებაზე, ცალკე ცხიმოვანცვლაზე, ანუ ლიპიდებზე ასე. ქოლესტერინზე და მის ფრაქციებზე და უკვე ანამნეზის და მიხედვით წარმოდგენას იქმნით თუ კუჭნაწლავის კუთხით ამაზიანებელი ფაქტორებმა თავის საქმე გააკეთეს, უკვე ელექტროლიტების დონე როგორ არის ორგანიზმში, ისეთის როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი. ეს უნდა ჩავიწერო, მე გადაცემის შემდეგ ჩავიწერო ყოველს ვერ დავიმახსოვრე. ეს ისევ და ისევ ვიმეორებ, უკვე ექიმზეა დიწილა დამოკიდებული და დეტალური ანამნეზის შედეგად ხდება უკვე შემდეგ გაშლა, ხო? პირველ რიგში ღვიძლი უნდა გამოვიკვლიოთ. ღვიძლიდან გამომდინარე რა დაზიანება შეიძლება სხვა ორგანოებმა განიცადეს. მინიმუმ ეკოსკოპიური კვლევა ღვიძლზე. და ფუნქციური სინჯი. მაინც სასურველია, რომ ღვიძლზე წარმოდგენა შეექმნას. ბავშვებთან მიმართებაშიც იგივე ანამნეზი. თუ აფლატოქსინთან შეხება და ფიქსირდა, ასე ვთქვათ, აფლატოქსინის ეფექტის გამორიცხვა გვინდა პირველ რიგში ღვიძლის შეფასება როგორც ფუნქციურად, ისე ორგანულად, ანუ ვიზუალურად რა ხდება, რომ წარმოდგენა შექმნას ღვიძლის მდგომარეობა. კი ბატონო, ბავშვთანაც იგივე ესე იგი, ხო? ანამნეზიდან გამომდინარე. ანამნეზიდან გამომდინარე. ხო, არა, მესმის ასე რთულია პირდაპირ ზოგადი რეკომენდაციის გაცემა, მაგრამ ხო, დაახლოებით მაინც რო ვიცოდეთ პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ, ყურადღება ღვიძლს და ღვიძლიდან გამომდინარე, შეიძლება ბევრჯერ გავიმეორე, უბრალოდ მეც ჩემთვის ვიმეორებ, რომ არ დამავიწყდეს და მაყურებელმაც მინდა რომ კარგად გაიგოს ეს ყველაფერი. ხო, იცი რა, მე მაინც ვფიქრობ, იმედს ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს რეკომენდაციები, რაც მივიღეთ ვაჟასგან, რაც მივიღეთ ქალბატონი მაიასგან, ძალიან წაგვადგება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე მხოლოდ მე პირადად მხოლოდ ექიმების იმედზე ვარ და სხვა იმედი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს, არ მიკვირს ჩვენი სახელმწიფოსგან გამომდინარე მათი. ხო, მათ უფრო სხვა საქმეები აქვთ, ალბათ არ მინდა ეხლა სხვა თემას შევეხო, უფრო სხვა კანონები აქვთ მისაღები და ასე შემდეგ. მაგრამ ხო და არც ადამიანების აღშფოთება და შეშინება არ მიკვირს ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივია ეს ყველაფერი. ხო, და მოსალოდნელიც იყო რომ ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ როდესაც მსგავს ასე ვთქვათ ამბავს გიყვებიან და გამცნობენ და პირდაპირ ყველა ვიცით ოჯახის წევრები ყავს და შვილები ყავს, მაშინვე რა თქმა უნდა შიშის ფაქტორი ერთვება და ბუნებრივი იყო ის გამოხმაურება, რაც მოყვა ამ ყველაფერს ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში გულისხმობ, რაც ხდება, ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაში. ვაჟა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის, რეკომენდაციებისთვის, რჩევებისთვის და საუბრისთვის. გელოდებით კიდევ, რა თქმა უნდა, ჩვენთან სხვა დროსაც. დარწმუნებული ვარ, ალბათ გვექნება სასაუბრო ბევრი, თუმცა ვისურვებდი რომ ასე არ იყოს და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე მოგვეწვიეთ. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენს ტელემაყურებელს ვეტყვი იმას, რომ პირველების საინფორმაციო გამოშვება უნდა ნახოს, ძალიან საინტერესო თემებით, რა თქმა უნდა და შემდეგ მე და ანა უკვე დაგიბრუნდებით მესამე ბლოკით, ასევე ძალიან საინტერესო თემით, დროებით, მალე შევხვდებით. დროებით, მადლობა. დროებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი საინტერესო მესამე ბლოკით, არა ნაკლებ საინტერესო თემები წარუდგინეთ დღეს ჩვენ ტელემაყურებელს პირველ და მეორე ბლოკში. თუმცა მესამე ბლოკიც არა ნაკლებ საინტერესოა ჩემო ანა და დღეს ხო უნდა ვისაუბროთ აუცილებლად
იმ წიგნის ფესტივალზე, ხო, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. კი, და ყველა ველოდებს. ამ შემთხვევაში ბაზრობას გულისხმობ, წიგნის ბაზრობას და წლევანდელი სლოგანი თუ იცი რა არის? რა თქმა უნდა ვიცი. აბა თქვი. წიგნი თავისუფლებისთვის. ხო, ჩაყარა. ცოდნია, ნამდვილად ასეა, ჩემო ძვირფასებო, ეს არის 2025 წლის მთავარი სლოგანი მათი. რადგან წიგნების გარეშე შეუძლებელია მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება, რომელსაც აქტიური საზოგადოება ახლა ასე მტკიცედ იცავს და პრინციპულად. მოკლედ 10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგვხდება კი ბატონო, სივრცე ამ ღირებულებებზე მოსასწრებების გასაზიარებლადაც და აუცილებლად სანამ ახლა მე ძალიან ბევრი არ ვილაპარაკე და ვერც ვილაპარაკებ, ამაზე ბევრად ამომწურავად და საინტერესოდ ისაუბრებს. ნატო ალხაზიშვილი შემოგვიერთდება ახლა საქართველოს წიგნის ასოციაციის თავმჯდომარე, მოგესალმებით გალბატონ ნატო. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ვსაუბრობთ ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე, რასაც წიგნის ბაზრობა ქვია, რაც უკვე წარმოდგინეთ ჩვენს ტელემაყურებელს, თუმცა ბევრად ვცლად უნდა მოგვიყვეთ თქვენ და გაგვაცნოთ წლევანდელი გეგმები, რაც შედის, რომელიც გაიმართება ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში, თუ სწორად მახსოვს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მინდა გითხრათ პირველ რიგში. ნამდვილად 10-13 აპრილს გაიმართება თბილისის წიგნის ბაზრობა, რომელშიც 50-მდე მონაწილე მიიღებს 50-მდე მონაწილე ეყოლება ამ ბაზრობას, ეს არიან გამომცემლები ძირითადად. ჩვენი ასოციაციის ყველა გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას, რაც საკვირველია. და ისიც მინდა ვუთხრა წიგნით დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მხოლოდ აპრილში ვიქნებით წარმოდგენილი. ის გამომცემლობები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას აპრილში, ჩვენი ასოციაციის წევრები მხოლოდ აპრილში იქნებიან. ესეც მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ ასე იგი მაისში ჩვენ არ ვიქნებით. და სანამ სლოგანზე უშუალოდ გადავალთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვანაირად ჟღერს წელს კიდევ უფრო მეტად, მინდა ისიც აღვნიშნოთ, რომ მსახიობებიც იქნებიან, როგორც ვიცი და უფრო ესეთ ჯადოსნურს გახდის წიგნის სამყაროში მოგზაურობას, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი, ხო? დიახ, ჩვენ მრავალფეროვანი პროგრამა გვექნება. პროექტი მსახიობები ლიტერატურისთვის, რომელმაც ძალიან შეაყვარა თავი ჩვენს მკითხველებს და მაყურებლებს, ასევე იქნება წარმოდგენილი შაბათს და კვირას 12-13 აპრილს. და ნამდვილად ველით რომ ძალიან საინტერესო იქნება და ესეთი ცოტა სიურპრიზიც კი ელის ჩვენს რა კარგია აი ამ პროექტში. რაც შეეხება დანარჩენ პროგრამას, ნამდვილად მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს, აქ იქნება წიგნის წარდგენები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, გვაქვს ძალიან კარგი და მრავალფეროვანი ასევე პროგრამა ბავშვებისთვის, ჩვენ გამოვყავით სპეციალურად სივრცე ბავშვებისთვის და სადაც ოჯახები შეძლებენ მოსვლას, ბავშვები გაერთობიან, წიგნებს წაიკითხავენ, სხვადასხვა ვორქშოპებიც იქნება, ასე რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ვცადეთ რომ ყველა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო ყოფილიყო ჩვენთან მოსვლა. ჩვენ ვინაიდან მართლაც წიგნები თავისუფლებისთვის არის ჩვენი სლოგანი და ნამდვილად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩდით ხა მთელი ქვეყანა რომ ესე იგი რო გვეგონა რომ სიტყვის თავისუფლება და გამოცემის თავისუფლება არასოდეს აღარ დადგებოდა კითხვის ქვეშ და რაღაცა პრობლემის ქვეშ პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ რომ შესაძლებელია ძალიან მალე ეს პრობლემები დადგეს. და ამიტომ ჩვენი ბაზრობა ერთგვარი განაცხადიც არის იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ერთიანობით, გამომცემლების ერთიანობით შევეცდებით, რომ რაც ჩვენს ხელს არის ყოველ შემთხვევაში, რომ ეს როგორ გითხრათ, ეს საკითხი არ იყოს, ანუ სიტყვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი კაცობრიობის. და საქართველოშიც სიტყვის გამოცემის თავისუფლება, წერის თავისუფლებაც ასევე უნდა იყოს სრულიად დაცული. ჩვენ ესე იგი
ვცადეთ რომ გამოგვეხატა ასევე ჩვენი სოლიდარობა განსაკუთრებით ინტერნეტ მედიის მიმართ, ხა სხვა მედიის მიმართაც ვართ სოლიდარული, რასაკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში ინტერნეტ მედია გადის განსაკუთრებულად დიდ წნეხს ჩვენი, ასე ვთქვათ, წარმოდგენით და სპეციალური სივრცე გამოვყავით, სადაც ადამიანები შეძლებენ მოსვლას და გაეცნობიან მნიშვნელობას მედიის, ზოგადად მედიის და პრესის მნიშვნელობას ჩვენი ცხოვრებისთვის. რატომ არის ეს მედია მნიშვნელოვანი? ხა ჩვენ დავინახეთ სულ აი ამ კვირაშიც კი თუ რა მნიშვნელოვანი ამბები, ასე ვთქვათ, გავიგეთ და რომ არ ყოფილიყო თავისუფალი მედია, თუნდაც ჩვენი აი რა საკვების უსაფრთხოების ამბებს ვერ გავიგებთ. ასეა. ამიტომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. სიტყვის თავისუფლება მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რაც მინდა იმას ვიტყვი სიტყვა. არა, ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად ვიცხოვროთ ყველამ ერთად. და ეს ჩვენც მიგვაჩნია უმნიშვნელოვანეს ამბად და ჩვენ გამომცემლებიც აი ამ თუნდაც აი ამ ბაზრობით ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად. ჩვენ სხვათა შორის გვყავს მხარდამჭერები და შევეცადეთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა TBC Banks, Veli Stores, პოლონეთის ინსტიტუტს, თავისუფალ უნივერსიტეტს, ბიოლის ფონდს, გაეროს მოსახლეობის ფონდს, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ და მათი დახმარებით პრაქტიკულად ვატარებთ ამ ბაზრობას. რაც გითხავთ თუ შეიძლება როგორც ვიცი 10 აპრილს დაიწყება ხო რომელი საათიდან შეგვიძლია რომ მოვიდეთ მე პირადად ჩემ შულთან ერთად სიამოვნებით მოვიდოდი რომ საათზე შეგვიძლია რომ შემოგიერთდეთ 11 საათიდან იღება კარი და 8 საათამდე იქნება ესე იგი მთელი დღე შეგვიძლია გავატაროთ ჯადოსნურ სამყაროში და როგორც აღნიშნეთ ბავშვებისთვის კიდე ცალკე სივრცეა სადაც შეუძლიათ რომ ისიამოვნონ ძალიან გარდა იმისა რომ საბავშვო წიგნებსაც შეიძენენ მშობლები და დარწმუნებული ვარ. დიახ, დიახ. ქალბატონო, როგორც ვიცი, ასოციაციაზე მინდა რომ გკითხოთ. სპეციალურად შეიქმნა იმისთვის რომ წიგნის გავრცელება, ასე ვთქვათ, და მოხდეს ხო ქვეყანაში და პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტად შევაყვაროთ ადამიანებს. რა ღონისძიებები შეიძლება რომ კიდევ გატარდეს, ვთქვათ, მსგავსი ტიპის ბაზრობების გარდა? რომ აი ეს რაღაცა შედგეს, ასე ვთქვათ, თქვენი მისია, რაც წამოიწყეთ. ხო, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მიცით ალბათ საზოგადოება მიცის რომ ასოციაცია არსებობს და ეხლაც არსებობს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც ძველი, ასე ვთქვათ, ასოციაცია. სამწუხაროდ, ეხლა მე ამ დეტალებში აღარ შევალ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მომავალზე ვფიქრობთ ყველანი. ჩვენ მოგვიხდა დატოვება ამ ასოციაციის დაახლოებით 20-მა გამომცემელმა, წიგნის გამავრცელებელმა, წიგნის მაღაზიამ დავტოვეთ ეს ასოციაცია და შევქმნით ახალი. ეს მოხდა თებერვალში. და როგორც გითხარით, ეს გაყოფა პრინციპში მოხდა, აი რაღაცა ღირებულებების დონეზე, ხო? თორე მე ესე მგონია, რომ რაც შეეხება თქვათ, საავტორო უფლებებისთვის ბრძოლას, თუნდაც წიგნიერების გავრცელებას, მე მგონია, რომ მაინც ორივეს ამ თვალსაზრისით ერთნაირი მიზნები გვაქვს. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩვენ როგორც ასოციაცია, ესე იგი რასაკვირველია ვიმუშავებთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში შევეცდებით გასვლას. და გვინდა რომ აი ესეთი მსგავსი ტიპის ბაზრობები იქნება თუ დისკუსიები იქნება თუ ავტორებთან შეხვედრები იქნება რომ ასე ვთქვათ გავიდეთ თბილისიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მკითხველი გვეკითხება ხოლმე რომ აი ხო ძალიან კარგია რომ ეს თბილისში ხდება და ესა, მაგრამ ხალხი კითხულობს სხვაგანაც. და ხალხს მჭირდება საუბარი მათ შორის თავისუფლებაზე, მათ შორის სიტყვის თავისუფლებაზე, ყველასთან უნდა ვისაუბროთ ჩვენ. არ შეიძლება რომ ეს საუბარი რაღაცა ჩავკეტოთ იმ ადამიანების ფარგლებში, ვინც ისედაც ასე ვფიქრობთ. რა? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჩვენ რაც შეიძლება ფართოდ
ვისაუბროთ ამ თემებზე და წიგნის წარდგენა ყოველთვის ძალიან კარგი მიზეზია ხოლმე ამაზე სასაუბროთ, არა? ჩვენ მაგალითად, ჩვენ გვექნება ახლა გვაქვს პარტნიორობა თბილისი Open Air-თან და თბილისი Open Air-ზე გვინდა გავაკეთოთ ესე დავარქვით თავისუფლების ბიბლიოთეკა. რა საინტერესოა. წელს კიდევ რაც განსხვავებული და განსაკუთრებულია წლევანდელი Open Air-იც და ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგება დარწმუნებული ვარ. კი, ესეც მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მადლობელი ვართ Open Air-ის ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენთანაც იქნება სხვათა შორის, როდესაც საუბრები ვახსენეთ ჩვენს პროგრამაში, ჩვენთანაც აჩიკო გულედანი და ნიკო ნერგაძე ისაუბრებენ ხუთშაბათს თვითონ Open Air-ზე და რა მნიშვნელობა ქონდა ამას როგორც გარკვეულ თავისუფლების კუნძულს, ხო, საქართველოში. და ჩვენც გვინდა რომ ასე ვთქვათ ახალგაზრდებს განსაკუთრებით, რომლებიც ისედაც იბრძვიან ხო თავისუფლებისთვის, აგერ ჩვენს ქუჩებში ჩვენ მათ ხედავთ. გვინდა რომ მივცეთ საშუალება შევუქმნათ ესეთი კუთხე Open Air-ზე, სადაც ჩვენი წევრები თავიანთ წიგნებს მოიტანენ, რომლებიც ეხება თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობას, ბრძოლას თავისუფლებისთვის და იქ შეძლებენ ადამიანები დასხდნენ, წაიკითხონ, შეხვდნენ გამომცემლებს, შეხვდნენ ავტორებს, ასე რომ ეს იქნება რაღაცა ესეთი დამატებითი კიდევ ერთი საშუალება, ეს იქნება მაისში, ხო, 24-25 მაისს, მაგრამ რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ბაზრობას, რომელიც აგერ შემდეგ კვირაში არის, ჩვენ მართლაც ძალიან ველოდებით ჩვენს მკითხველებს მე როგორც გამომცემელი მე თვითონაც ყოველთვის ველოდები ხოლმე აი ამ შეხვედრას მკითხველთან, იმიტომ რომ მგონია რომ ესეთი რაღაცა განსაკუთრებული სიტუაციაა ხოლმე ამ ბაზრობაზე, იმიტომ რომ ჩვენც ყველანი იქ ვართ, ვესაუბრებით ჩვენს მკითხველებს, ჩვენს წიგნებზე, რაღაცა გაცვლა გამოცვლა მიმდინარეობს არა მარტო სცენაზე, არამედ ისედაც აი დერეფნებში და ეს არის ჩვენთვის რაღაცა, როგორ გითხრათ, შთაგონების მომცემიც გამომცემლებისთვის. დიახ. შეხვედრები მკითხველთან. და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ვისაც კითხვა უყვარს და ვისაც წიგნები უყვარს, განსაკუთრებით იმ ადამიანების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერთან ერთად, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, იქ დაგხვდებათ ასევე ფასდაკლება, განსაკუთრებული ფასდაკლებები, იმიტომ რომ მე ყოველთვის ველოდები ხოლმე წიგნის ბაზრობას, იმიტომ რომ ჩემს საყვარელ წიგნებს განსაკუთრებულ ფასად ვყიდულობ და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, იმიტომ რომ ბევრი წიგნით დატვირთული მოვდივარ ყოველთვის წიგნის ბაზრობიდან. კი, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რა საკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, რომ ადამიანებს, ასე ვთქვათ, მე ვიცი რომ აი ბევრი ჩვენი მკითხველი ასე ემზადება მთელი წელი რომ მოვიდეს და იქ შეიძინოს და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ ამასაც გაგვიზიარებენ ჩვენი მკითხველები, ფოტოს გადაუღებენ თავიანთ მონაგარს და გაგვიზიარებენ ყველას ანგლისურად. შევხვდებით ექსპო ჯორჯიაში 10-დან 13-ის ჩათვლით, კი ბატონო, მე-11 პავილიონში. კი ბატონო. მე-11 პავილიონში უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. აუცილებლად გესტუმრებით. მადლობა. რა კარგია, მარიამ, წავიდეთ არა 10-ში ერთად. აუცილებლად უნდა წავიდეთ. შეგიძლია კიდე განსხვავებული ლიტერატურა შეიძინო? მართალი ხარ და ვაპირებ კიდევაც შემოანავ გეგმავ მაგას. იცი რომ ერთი ინფორმაცია მაქვს შენთვის. აბა მითხარი. ჩვენი საეთერო დრო მოიწურა. ეს რა მითხარი, მარიამ. მაგრამ მეც მაქვს ერთი ინფორმაცია შენთვის. ხვალ დავბრუნდები. იგივე დროს იგივე არხზე ისევ მე და შენ. მე და შენ? კი ბატონო, რა საინტერესოა. ხო და მე მაშინ მთის წყალს მივიდე. დალია და მოდი მე დამშვიდობები მაშინ ჩვენს ტელემაყურებელს. მოკლედ მე მგონი საინტერესო ეთერი გამოგვივიდა საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე და ხვალ დაგიბრუნდებით ისე როგორც უკვე ანა ქურთუბაძემ გითხრათ. ხო, ხვალ დაგიბრუნდებით ანა და მარიამი ისევ მოკლედ აუცილებლად დილის ლაივიდან დაწყებული, შემდეგ უკვე შუადღის ლაივზე უნდა გაგრძელოთ. დილი ლაივი რო არ ჩააკვეყოს არ შეუძლია. ჩვენთან ერთად აუცილებლად. მოკლედ დროებით ხვალამდე. ხვალამდე.